გამოვლენილია მორიგი კორუფციული სქემა, თითქმის 9 მილიონამდე ლარის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე სუსმა ორი პირი დააკავა. საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხაზე, რომელიც გამოძიების თანახმად შპს გურია ენერჯიმ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ნორიო ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო. კომპანიამ თანხა აიღო, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. დაკავებულია შპს გურია ენერჯის დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხება. იდენტური დანაშაულისთვის გასულ კვირას სუსმა 5 პირი დააკავა. სადამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება? ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა. საღამომშვიდობისა. მას შემდეგ, რაც შპს გურია ენერჯის დირექტორს და მასთან ერთად დაკავებულ საზედამხედველო კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, დაკავებულების პოზიციის შესახებ ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება მათი ადვოკატებისგან. საქმე კი, რაზეც დღეს სუსმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, გამოიყურება ასე, რომ 3 კილომეტრ-ნახევარი გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 400.000 ლარზე მეტი დაუჯდა თან იმ ფონზე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ ჩაბარებულ საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის არის ფაქტობრივად უარგიზი. საინტერესო დეტალია ის, რომ შპს გურია ენერჯის დირექტორის მამუკა ჟღენტის სახელზე რეგისტრირებულ ბევრ კომპანიას შორის ერთ-ერთი არის შპს ბიპი ბეტონი, რომელშიც ჟღენტი 25%-იან წილს ფლობს და მასთან ერთად ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 25%-იან წილს ფლობს ასევე ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელსაც სუსმა გასულ კვირას ბრალი ასევე თაღლითობის და სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით წარუდგინა. რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციული სააგენტოსგან მოვისმინეთ, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით აი ამ პერიოდში ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას შპს ბიპი ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკაძე, ამავე კომპანიის დირექტორი, თანამშრომლები და ხელშეკრულების ზედამხედველი პირები მოტყუებით თაღლითობით დაეუფლნენ 4.184.259 ლარს. დღევანდელი ბრიფინგიდან კი ის შევიტყვით, რომ იგივე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამჯერად 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის პერიოდის შესრულებული და რეალურად შეუსრულებელი სამუშაოსთვის 400.000 ლარზე მეტი იზარალა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კილომეტრის სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს გურია ენერჯის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მჟ ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პრ-ს დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403.095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს გურია ენერჯის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისათვის უვარგისია. დღეს სუსში თქვეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დანაშაულის ჩადენა არავის ეპატიება, რომ ხსენებულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ინტენსიური გამოძიება გრძელდება დანაშაულებში თანამონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და კორუფციული ფაქტების პრევენციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიება იმ წლებს მოიცავს, როდესაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარცელაძე ხელმძღვანელობდა, საინტერესოა, ექნება თუ არა გამოძიებას კითხვები ამ საქმეებზე უშუალოდ ყოფილ მინისტრთან. ეს შეკითხვა დღეს დავსვით პრემიერ-მინისტრთანაც, სწორედ ირაკლი კობახიძის
ყოფილ მინისტრთა კაბინეტში იკავებდა ასევე ირაკლი ქარსელაძე თანამდებობას და სწორედ ირაკლი ყობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა სამინისტროს რეორგანიზაცია, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალ-ცალკე გაიყო. როგორი არის ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ მათი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა არის კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს პოზიცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა მან ჟურნალისტებთან ერთად მოვისმინოთ. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით. ამაში შედის მათ შორის ბუნებრივია შესაბამისი საქმეების გამოცება, გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ გამოვიწიოთ ყველა შეასრულოს სამართალდარღვევა, ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა შეგახსენოთ, გვინდა ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ჰქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა დავინტერესდით ხარჯეფიქტიანობით და ხარისხით. და სადაც ვნახეთ პრობლემები, ბუნებრივია იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. ხო, არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, კიდევ ერთხელ ხარჯეფიქტიანობის კუთხით არის კითხვები და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია ყველა პროექტი უკლებოდა, ყველა პროექტი გახორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან ბუნებრივია გაგრძელდება გამოძიება. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში, ინტერესებში, ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახოთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში. ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის პირველი, რაზეც ახალი ხელმძღვანელის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იგივე კორუფციის ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძეს წაუყენეს ბრალი, რომელსაც ედავებიან თავდაცვის ყოფილ მინისტრს, უფლებამოსილებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. ასეთი იყო ის ბრალი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის მიმართ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.